თბილისი Open Air-ზე შესრულდა ისეთი სახის პროვოკაცია, რასაც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოყვეს, არა მარტო ხალხის კონკრეტული ჯგუფისთვის და ამ ადამიანისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის. მეგობრებო, რამოდენიმე დღის უკან თბილისი Open Air-ის ფესტივალზე მომღერალმა ერეკლე გეწაწემ, რასაც ახლა ჩემგან ხელმარჩენი ვხედავთ, ამოიღო რუსეთის დროშა, ძირს დააგდო, მე რაღაც ტაში ჩააგდო და ზედ მოშარდვის იმიტაცია გააკეთა. ეხა ამ ვიდეოს იმიტომ კი არ ვწერ, რომ მე რუსეთს ვიცავ, ანუ გინდა ამერიკის დროშაზე იგივე გაეკეთებინა, გინდა ნებისმიერი ქვეყნის დროშაზე, რადგანაც გინდა ამერიკა, გინდა საფრანგეთი, გინდა გერმანია, ნებისმიერი ქვეყანა, მის უკან დგას ძალიან ბევრი ხალხი, მის უკან დგას მთელი კულტურა, მის უკან დგას მთელი რაღაცა და პლუს ამ ყველაფერს დამატებული ასეთი სახის ყოვლად აღმაშფოთებელი ამორალური ქმედება, რომელიც მხოლოდ ამწოვებს ჩვენს მდგომარეობას და უფრო ახლო აყენებს საომარი მდგომარეობის წინაშე, არის თავიდან ბოლომდე დასაგმობი. მეგობრებო, მოდი ახლა სანამ ამ ვიდეოზე გადავალთ და ამ საშინელ პერფორმანსს, ეგრეთ წოდებული პერფორმანსს თქვენ განახებთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი და გაუზიარეთ მეგობრებს, რადგან სიმართლე იცოდნენ რეალურად. ეხლა უყურეთ რა მოხდა. თბილისის Open Air-ის ფესტივალზე პირველ დღეს ერეკლე გეწაწემ, პირველად გავიგე ვინ არის საერთოდ და არც მაინტერესებს და არც გავეკიდები არასდროს. მოდი უყუროთ. ამოიღო რუსეთის დროშა, მაშალა, დააგზირს. არ ვიცი, ლიბერალებისთვის ეს პერფორმანსი და ეს რიტუალი რას ნიშნავს? ანუ თუ მაგარი ბიჭია და მაგარი ტრაკი აქვს და მაგარი კვერცხები აქვს, წავიდეს და კრემლის წინაშე გააკეთოს იგივე. ანუ მართლა სერიოზულად ხომ? ანუ თუ კვერცხებიანი ბიჭია და თუ ამის ტრაკი აქვს რომ გამოვიდეს და საკუთარი ბაბლის წინაშე ესაკეთოს, თუ მაგარი არის, ადგეს აგერ უვიზუა რუსეთთან, წავიდეს იგივე გააკეთოს. მითხარით, ანუ მიფსმა დაგდება შეურაცხყოფა ეს ტერიტორიებს მიბრუნებს, ჩემს ღირსებას აღადგენს, მე უფრო მაგარი ტიპი ვარ ამით, თუ ანუ ერთადერთი რასაც აკეთებს, ესე ვთქვათ, ქვეყანას აყენებს საომარი ესკალაციის საფრთხის წინაშე. ეხლა უყურეთ რა საკეთებს, აიღო. მე ჩავდო აში. დააკეთებს, აგერ გადავი დაკავშირების იმიტაციას, ანუ შარდავს, ესე ვთქვათ. და ნუ ამაზე ხა, აი დააკეთო. და ეხა ეს ამაში რამე ღირებულება ჩანს, ამაში რამე თავისუფლება ჩანს, ამაში რამე განსაკუთრებული სტანდარტებია, ამაში ეხა რამით წინ წავიწიეთ, აი ხო გეუბნებით, აი რა მოხდა, აი რა შეცვალა, გარდა იმისა, რომ გამოვიდა აგერ ზახაროვი არის პირველი პროპაგანდისტი კრემლის და აგერ გადაწერა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იწყებს სისხლის სამართლის გამოძიებას თბილისში გამართულ კონცერტზე რუსეთის დროშის შეურაცხყოფის ინციდენტთან დაკავშირებით როგორც უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობიდან ირკვევა სისხლის სამართლის საქმის აღზრვისა და გამოძიების ბრძანება გასცა უწყების ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა ვიღაცამ გაიცა განკარგულება ჩატარდეს გამოძიება რუსეთის სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტთან დაკავშირებით რათა დამნაშავეები კანონით დადგენილი სრული პასუხისმგებლობით იქნენ მიცემულნი ეხლა უყურეთ, აი, კიდევ ვსვავ ესეთ ძალიან, აი, ჩვენ ვართ ქართველები ძალიან კულტურული ერი ზოგადად. ნუ ყოველ შემთხვევაში ვიყავით, ახლა სამწუხაროდ ბევრი რაღაც გადაგვარებულია. აი, როდის მე არ ვახსენებ, მე საქართველოს ისტორია კარგად ვიცი, რომ გინდა დავით აღბაშენებელი, გინდა ბაგრატი, გინდა სოლომონი, გინდა ერეკლე, გინდა ლუარსაბი, ნებისმიერი, მათ შორის ავი თუ კარგი. რომ საკუთარი მაგალითად ქვეყნის ინტერესების დაცვას ან ტერიტორიების დაბრუნებას ანამე ისეთის ბანზი, ესე ვთქვათ, პერფორმანსები დაკეთებდნენ, რაც არის აიღო სხვა ქვეყნის დროშა და დააგდო ძირს და ზედ დააფსა. ბიჭო, მესმის კაცო, პუტინი არ მოგწონთ, ეს სავსებით ლოგიკურია, არ მოგწონთ ვიღაცა რუსეთის მესმე, ამაზე ხო მე ხო რუსეთის დროშის გამო აქ არ ვაკეთებ. აქ ვაკეთებ ზოგადად გინდა ამერიკული დროშა დაგეკეთო, ხო? ამერიკულ დროშა რო იგივე გაეკეთებინა ამას, აი დედა მომიკვდეს თუ საელჩოდან არ გაისროლა ამერიკას პირველი და ეგრევე არაწეულიყო თბილისი Open Air. თუ ეგ არ გაეკეთებინათ, ან მეორე დღეს აი ლარის კურსი ისე არ დავარდნილიყო, რომ აი მოგნატრებოდათ ყველაფერი, აი პირობას გაძლევთ და მართლა გეუბნებით. ანუ ესეთი სახის ქმედებები, ესეთი ბანძები, აი როგორც არის ეს ადამიანი ახლა ანუ ესეთი სახის ბანძი პერფორმანსები მე და თქვენ და საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აყენებენ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, რაც არის პროვოცირება საომარი ესკალაციის ჩვენს რეგიონში. მეტი სხვა მიზეზით კი არ დაწყებულა პირველი, მეორე სხვა სოფლიო ომები, ან თუნდაც რელიგიური ომები, ან დინასტიური ომები, ან სახელმწიფოთა შორისო დაპირისპირებები, ხალხო, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის ცეცხლზე თამაში, ცეცხლთან დგახარ და ეთამაშები. და ვერ ხვდები, რომ ეს ცეცხლი შეიძლება ნებისმიერ დროს შენ წაგეკიდოს. და ეს იდიოტი, ხა ეს იდიოტი ადამიანი, თავის თავს ეგრევე მოხევს საქართველოსთან.
მაგრამ შერჩება აქ ნამდვილი ქართველი ვაჟკაცები და გმირები მართლა. რდუთუ როდის უნდა გადავეჩიოთ აი ამ ყალბ მანიფესტაციებს, აი ეს გირჩიზმი, ტრაკების მიშვერა, სტენსილების გამოკრება, აგერ დროშების და ფრიალი, ხო ხედავთ ხალხო საქმეები გვარდება დიპლომატიით და საქმეები გვარდება კულისებზე მიღება. არავინ, ანუ თუ ამ ხელა ამდენი ხანი ეს პერფორმანსი მიმდინარეობს ახლა თბილისში, ერთი ცვლილება მითხარით რა გამოიწვია. ხო იყავით 100,000 კაცი ქუჩაში. ხო რა ცვლილება გამოიწვია მითხარით? საერთოდ ვერაფერი, ხო? რატო? იმიტომ რომ თქვენ არავინ არ გეკითხებათ არაფერს. და მაგას 100,000 კაცის გარდა არის 2 მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც სულ სხვანაირად ფიქრობს საქართველოში. და ესეთი ბანძი პერფორმანსები კიდევ ერთხელ ვამბობ, აზიანებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და უქმნის მას საომარი საფრთხის წინაშე აყენეს პირდაპირ. და მე ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი? მთელმა ერმა რატო უნდა ვაგოთ ამ სულელის გამო? შეიძლება ვიღაცას გულით მართლა უნდა, ხო, მესმის, ხო, რომ პუტინი არ გევა რა ეს საშუალებები და ასეთი სახის ბანძი მანიფესტაციები. ხო გეუბნებით კიდევ ერთხელ გონე, თქვენ და მე გვაყენებს საფრთხის წინაშე. აი ხო სერიოზული მიზეზი აქვს რომ რუსეთმა მართლა დაბომბოს. აი მე რას ვაპირებ? აი გეკითხებით, აი სერიოზულ კითხვას ვსვამ. აი ამ იდიოტის გამო რატომ უნდა მოკვდეს ხალხი? აი გეკითხებით. ერთი მიზეზი, აი ლოგიკური დამისახელეთ ხალხნო, ეხა ეს რასაც აკეთებს, არ არის მაპროვოცირებელი ჩვენ რეგიონში დესტაბილიზაციის დაწყებისთვის. ეს ხო რეალურად მართლა აგენტურული სამსახურია. ეს ხო მართლა შემოგზავნილია. ეს ხო მართლა არის ამაში ყველაფერში ფული გადახდილი იმისათვის, რომ ეს მასკარადები დაიდგას, რაც მეტი თეატრი დაიდგმება, მით მეტად იქნება ხალხი ყალბ ემოციებზე ამოკიდებული და ეს ხალხი ეხა რომლებიც ოპენერებზე დგანან და ესეთ რაღაცებს აკეთებენ, საქმეზე რომ იდგება, ჩაისვრიან უბრალოდ. ჩაისვრიან. გაიგეთ? და ვაჟკაცი ქართველი ბიჭები და გოგოები შეეწირებიან ამ ყველაფერს. და ეს იდიოტები ეგრევე ქუთაისიდან მოხევენ ეგრევე ევროპაში. მე რას აპირებთ? ამიტომ მე კატეგორიულად გმობ ესაც რა, გინდა ამერიკის დროშა დაეწვა, დაეფსა, გინდა საფრანგეთისთვის, გინდა გერმანიისთვის, ნიშნულობა ქვეყანას არ აქვს. ბიჭო, შეიძლება ვიღაცა პუტინი არ გევასება, ის არ გევასება, მაგრამ მაგ ქვეყნის უკან ისტორია დგას, მაგ ხელაზე უზარმაზარი ხალხი დგას, მაგ ქვეყანასთან ამდენი საერთო რამე გაკავშირებს, ანუ სულ მავნებლურის გარდა ერთი დადებითი მითხარით რაც ამ პერფორმანსმა მოიტანა. გარდა იმისა, რომ აქ აკაცუკების მთელი არმია, რომელიც ოპენერზე იმყოფება ეხა და საქმეზე რომ იდგება, ეგრევე საქართველოს რა ახვევენ ეგრევე, ხო? მაგ ხალხის წამიერი ეგოს დაკმაყოფილების გარდა რა შედეგი გამოიღო ამ ყალბმა და სამარცხინო პერფორმანსმა? საერთოდ არაფერი და ეს იმას ნიშნავს, რომ ხა დაიწყება გამოძიება. მე რავი ხა რუსეთში რას გადაწყვეტავენ, საქმე რა დონემდე მივა, რა მიზეზს შეიბრაუჭებიან კიდე და რამე რომ მოხდეს, რავი, აი ცოტა თვინები არიან ამ ქვეყანაში ომის გამჭეღავები რა. აი ეს წითელ ტრუსიკიანი იმბეცილები. აი ეს წითელ ტრუსიკიანი იმბეცილები არიან, ძმაო, აი გამჭეღებლები აბსოლუტურად ყველაფრის. მიდით ეხლა და მიდით, რავი. მაგარია, ხო, აი დაწვი, რა მაგარი ხარ, დაწვი დააფსი, რა ვიცი, სტენსილები გააკეთე, აქციაზე დადექიე, რას ცვლი? რა შეიცვალა ან რას ცვლი? ვერაფერს. და საქართველოს არის ერი სახელმწიფო, საქართველოს არის კულტურული ერი, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის მორალურად ძალიან ჩამრთელი გამართული ადამიანი, რომლებიც გმობენ ნებისმიერი სახის ასეთ გამოვლინებას. მე არასდროს არ შეურაცხყოფ, მე არასდროს ამის მითითება არ მიმიცევია ხალხისთვის, რომელიმე ქვეყნის დროშა აიღე დაწვით, რომელიმე შეურაცხყვე და არა. იქ არიან კაი ტიპებიც, რომელიმე ქვეყანაში რომლებიც მევასებიან, არიან ცუდი. მე მთელ ერს როგორ უნდა შევეხო ამით? როგორ უნდა მოახდინო ესეთი სეგრეგაცია? ეს ხო საშინელებაა ხალხო. ხო მივედით ამ ცივილიზაციას, ეს უნდა მასწავლდეს, ამას უნდა ლიბერალიზმი, თავისუფალი დემოკრატია, ეს უნდა მასწავლდეს მე და აგერ კაცი ტირანისა და დიქტატურის მოყვარული მე ვასწავლი აქ ჭკუას როგორი უნდა იყოს. ეს არის კულტურობა, ეს არის ყოველად აღამაშფოთებელი რამ და ეს არის საზიძღარი ქმედება, რომელიც არ შეეფერება საქართველოს სახელმწიფოს და აი ამ ხუთ ჯვარს, რომელიც ჩემგან ხელმარჯვენია. არ შეეფერება ჩვენ კულტურულ, აი ნამდვილ ღირსებაზე, ფასეულობაზე და ღირებულზე დაფუძნებულ ერთ სახელმწიფოს. არ შეეფერება. ამხელა თეატრები, ამხელა კულტურა, ამხელა ლიტერატურა, ამხელა პროზა, ამხელა ისენი რა ქვია, ისტორია, რომელიც ჩვენთან დაყვება და ყველა გვიცავს როგორც კულტურას და ამ დროს ხდება მეორე დღეს BBC-ზე, CNN-ზე, აგერ თბილისის Open Air-ზე, ამდენი დებილისა და იმბეცილის იმაზე, გამოდიან უცებ და აფსავენ რუსეთის დროშას და ამით თურმე ტერიტორიები მიბრუნდება, აფხაზეთში შევდივარ, იმას შევდივარ, რუსეთის არმიას ვამარცხებ. აი რა სასაცილოა უბრალოდ, სატირალი უკვე, სატირალი. აი ეს მდგომარეობა ხალხო, ცოტავდებით, აი სადამდე რა უნდა შემცირდეთ.
დნმ-ისა და უჯრედისა და საერთოდ ატომების დონეზე რომ მიხვდეთ რომ ხალხს უბრალოდ ეზიზღებით უკვე. აი ესეთები ეზიზღებით უბრალოდ. არაფერს არ წარმოადგენთ საერთოდ, არავინ აღარაფერს გეკითხებათ. ოცნებამ კიდე რომ ახლა არჩევნები ჩაატაროს, უფრო საერთო საკონსტიტუციო უმრავლესობით შევა. ვინ უწყობს ხელს? თქვენ უწყობთ. აი ესეთები უწყობთ ხელს რომ ეგ მოხდეს. და მე ვიღაცებს გვაბრალებთ აქ კოცობებს და იმეებს. უბრალოდ, როდესაც ბანძი ხარ ადამიანი, ხო? სულ რო სიმართლის ხარეს იდგე, მაინც ბანძი იქნები. ნიშნულობა არ აქვს. რავი, დაწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. მე გმოვფ, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ რუსეთის გამო ამას არ აი მაგარად არ მაინტერესებს, ეხლა რუსეთი ამერიკა იქნებოდა. მე ჩემი ერის პოზიციიდან გამომდინარე, აქ არანაირი პრორუსობა და პროამერიკელობა არ არის, ჩემი ერის პოზიცია, რომელსაც ღირსეული ერი აქვს და საქართველო არის ღირსეული ქვეყანა, ჩვენ კულტურული ხალხი ესე არ ვიქცევით ზოგადად. ჩვენ ესეთი ბანძი რაღაცეები არ გვახასიათებს. მე როდესაც ადამიანს ვაკრიტიკებ, მე არც იმის ოჯახის წევრებს ვხები, არც სოლს არ შვილს არავის საერთოდ. ესენი აკეთებენ. ხო და რაც შესაძ დაიჭერენ, აგერ ნახავთ ძალიან მალე. დროებით.